თავადი თათარხან დადეშქელიანი ჩუქნი ქალბატონ ფონ ფიკერს ინსბრუკიდან უშბის მთას, რომელიც არის ყველაზე მაღალი მთა ამ რეგიონში და ჩუქნი ყველაფერს რაც აკრავს ამ მთას გარშემო, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალპინისტური და ტოპოგრაფიული გაგებით. სვანეთის ეწერი 12 ივლისი 1903 წელი. მიუნხენის ალპინისტურ მუზეუმში ნაპოვნი ეს წერილი ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც სვანეთის მთავრის გულუხობას ადასტურებს. საჩუქარის სენსი ფონ ფიკერმა თათარხან დადეშქელიანისგან მიიღო. 25 წლის ქალბატონი სვანეთს მთელი ზაფხულის განმავლობაში ალპინისტებთან ერთად სტუმრობდა და საოცნებო მთის უშბის დაპყრობა რამდენჯერმე სცადა. გულოვერასულა უშბაზე ბიჭები ასულან. და ძალიან გული დაწყდა თურმე და გაწოჟერაგული წდება სულ გაჩქება ამ უშბას და უწერია რომ ჩუქნი ამ ადამიანს. და ბეჭედეს დაურტყია და ჯგუფი, რომელშიც ავსტრიელი დიდგვაროვანი შედიოდა, სვანეთში 1903 წლის ზაფხულში ავიდა. ალპინისტებს ცნობილი მთამსვლელი ვილი რიკმერსი ხელმძღვანელობდა. სენსი ფონ ფიკერის გარდა გუნდში 11 მამაკაცი იყო. მთამსვლელებმა იმ ზაფხულს სვანეთში რამდენიმე მწვერვალი დალაშქრეს და მთავარი უშბა ბოლოსთვის მოიტოვეს. სვანეთის მთავარმა მთიდან დაბრუნებული გუნდის ქართული ტრადიციებით გამასპინძლება გადაწყვიტა. დადეშქელიანმა იმ დროისათვის რეგიონში მოღვაწე ყველა წარჩინებული ადამიანი მოიწვია. საგანგებოდ ამ დღისთვის ქუთაისიდან საუკეთესო ფოტოგრაფიც ამოიყვანეს. ასე შემორჩა არქივს ერთადერთი ფოტო. ცენტრში თათარხან დადეშქელიანი, მარჯვნივ სენსი ფონ ფიკერი უზის. გოგონა მოწყენილია, თავადი კი ამაღი. გამგზავრების წინ ჯერ არნახული საჩუქრით უნდა გააოცოს ფროელინა ფონ ფიკერი. კოშკი, რომელშიც უცხოელი და ქართველი სტუმრების თანდასწრებით ავსტრიელ ქალბატონს უშბა უსახსოვრეს, ეწერში დღემდე დგას. სოფელში ახლაც მოგიყვებიან, როგორ აღშფოთდნენ უხუცესები მთავრის გადაწყვეტილებით. დადეშქელიანის კოშკთან მთელი სოფელი შეიკრიბა და უშბის გაჩუქების გამო პასუხს ითხოვდა. თარყანს უთქვია, მეო, ეს უშბა იმიტომ ვაჩუქია, რომ ამ გულდაწყვეტილ ქალს, რომელიც მას დალაშქრა ვერ შეძლო, უბრალოდ გული გაუხარა იმით, რომ ვაჩუქიო, ამ მწვერვალს მაგი ვერც მოიკიდებსო, ზურგზე ვერ წაიღებსო ავსტრიაშიო და ეს აქ დარჩება სამუდამოდ უბრალოდ მე მინდოდა მისთვის მესიამოვნებიო. ამბავი უცნაური საჩუქრის შესახებ უცებ გახმაურდა. ქართული გაზეთები მთავრის შესახებ ნახევრად ხუმრობითა და ნახევრად სერიოზულობით წერდნენ. იმ დროისთვის ოდესაში გაუმავალ ერთადერთ ალპინისტურ ჟურნალ ყირიმის მთამსვლელთა კლუბის ჩანაწერებში კი სტატიასთან ერთად თათარხანის ეზოში გადაღებული ფოტოებიც დაიბეჭდა. სად არის სურათების ორიგინალები დღეს არავინ იცის. სვანეთის მთავარ საკუთარი თავის ფირზე აღბეჭდა, ძალიან სიამოვნებდა, ამიტომ თბილისელ სომეხ ფოტოგრაფ კეჩხოვებს მისთვის კიდევ რამდენიმე სურათი გადაუღია. ეს არის თათარხანი. აკაც არის ეს ლაღი კაცი როა იმაში ესია თავისუფალია. თათარხან დადეშქელიანი 5 წლის იყო, როდესაც რუსეთის იმპერატორის ბრძანებით მისი ოჯახის წევრები და ნათესავები გადაასახლეს. თავად კი პეტერბურგში წაიყვანეს. მიზანი მომავალი მთავრის რუსულად აღზრდა იყო. ასეც მოხდა. საქართველოში უკვე პოლკოვნიკი დადეშქელიანი თითქმის გარუსებული დაბრუნდა. თათარხანს აღარც ქართული ენა ახსოვდა და ვეღარც სვანურად ლაპარაკობდა. სამაგიეროდ იცოდა რუსული, გერმანული და საუკეთესო განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული. თავადი ბევრს ეცადა და მოკლე ხანში მშობლიური ენა ისე კარგად აღედგინა, რომ გაზეთებში ივერიასა და დროებაში ისტორიული ნარკვევების წერა დაიწყო. როცა მოვიდა მე სწავლა სვანურის და ქართულის მე სწავლა. დავით ამაშენებლის სამხედრო ხელოვნება, ასეთი წიგნი აქვს მაგას დაწერილი. დადეშქელიანი კარგი ხასიათით არ გამოირჩეოდა, კაცრი და შეუბრალებელი იყო. სვანეთში დღემდე ახსოვს თათარხანის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული. ეხით არ წავიდოდა ეს. ხელით უნდა ეტარებინათ. სპეციალური ტახტები მქონია, როგორც ინდოეთში ტახტით დაატარებენ დიდრებს, აი ესე ტახტი ქონია გაკეთებული და ამ ტახტით დაატარებდნენ. თურმე სოფლიდან სოფელ, ოჯახიდან ოჯახი სადაც. პირველად ხორცილის პერიოდში ну არ ვიცი ახლა გადმოცემის ვიცი ესეც ცუდი ახლა ჩემს წინაპარზე, მაგრამ უსამართლობა მე არ მიყვარს. და პირველ ღამეს მისი მთა ყოფილიყო. აი, იმიტომ ეს თათარყანი ცუდი.
გარეგნობით გამორჩეული სვანეთის მთავარი ქალების გულთამყრობელი იყო და უამრავი დიდგვაროვანი ქალიც ეტრფოდა. თუმცა თათარხანს ცოლი არასდროს მოუყვანია და არც კანონიერი შვილი დარჩენია. უფროს თაობას მოხუცების ნაამბობიდან ახსოვს, როგორ მიუძღვნა თავისი ცხოვრება მთავარმა დაკარგულ სიყვარულს. გასყარებია ვიღაც დადიანია თუ და მომკვდარა ის თვითონ ჯარში რო და მე ცოლი არ მოყვანია საერთოდ. შვილი არ დარჩა მაგას. სიყვარული ცოდნია ალბათ. თათარხან დადეშკელიანი 1910 წელს გარდაიცვალა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დადეშკელიანის ოჯახი დაიფანტა. დაძმების ნაწილმა სვანეთი თავისი ნებით დატოვა. ნაწილი კი წითელ არმიასთან ბრძოლას შეეწირა. რევოლუციურმა კომიტეტმა მიწასთან გაასწორა სახლი, რომელშიც თათარხან დადეშკელიანი ცხოვრობდა. ასაფეთქელი ის რო დავუძვიათ, ის სახლიც დაანგრიეს, ეს და ყველა დანგრეული იყო, მარტო ბილიკი გადიოდა ისე დატოვეს ეს. ეს კივრი ერთადერთი ნივთია, რომელიც თათარხან დადეშკელიანისგან მესტიის მუზეუმს დარჩა. უნიკალური სპარსული ორნამენტებითა და სადაფებით შემკული სათავსოს ხელისხლება მოახლეებისა და ოჯახის წევრებისთვისაც კი აკრძალული იყო. 1921 წელს კივრი ისტორიკოსებმა გახსნეს. თუმცა რას ინახავდა თავადი მასში, დღეს აღარავის ახსოვს. სენსი ფონ პიკერი ავსტრიაში დაბრუნების შემდეგ მალევე გათხოვდა. მთაში სიარული მეუღლესაც უყვარდა და ცოლ-ქმარი სამ ვაჟთან ერთად ხშირად ლაშქრობდა ალპებში პატარ-პატარა მწვერვალებს. ერთ-ერთი შვილი სწორედ მთაში დაიღუპა. მამა მის დარდს გადაჰყვა. სენსი ორ შვილთან ერთად მარტო დარჩა. ბიჭებმა კარგი სამხედრო განათლება მიიღეს და მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის მხარეს იბრძოდნენ. შვილები ომიდან აღარ დაბრუნებულან. სენსი ფონ პიკერმა ვენაში ყველაფერი გაყიდა და ალპებში პატარა სოფელში გადასახლდა. ღრმად მოხუცებული აქვე გარდაიცვალა. დღეს ქალბატონი ფონ პიკერი ავსტრიის 12 ლეგენდარულ მთამსვლელს შორისაა. სენსი ფონ პიკერს აღარასდროს მოუკითხავს თავისი საჩუქარი. სიგელი, რომელიც მასზე უზომოდ შეყვარებულმა სვანმა მთავარმა უსახსოვრა, ბოლო დრომდე უკვე ძალიან ცნობილი მთამსვლელის, ვილი რიკმერსის არქივში ინახებოდა.